sequencing skills. ჩვენი პროექტი არის რომბიტარი კომპიუტერი. ეს პროექტი ამჩნევს, რადგან გვინდოდა კარგად გავიგო როგორ მუშაობენ კომპიუტერები და ჩვენ საკუთარ პატარა კომპიუტერი. საერთოდ სანამ აწყობას დავიწყებდით, ძალიან ადრევე დავიწყეთ სიმულაციის გაკეთება ლოჯისიმში, რომ ვირტუალურად გქონოდა კომპიუტერი. და გავაკეთეთ კიდევაც, როგორც ხედავთ, ჩვენი კომპიუტერი შედგება რამდენიმე ნაწილისგან. პირველი არის კლოკი, რაც მარტივია, კლოკს აგენერირებს. არის პროგრამ კაუნტერი, რომელიც პასუხისმგებელია იმისთვის, რომ კომპიუტერმა იცოდეს, რომელი ინსტრუქცია უნდა განახორციელოს. გვაქვს RAM-ი 16 ბაიტიანი, RAM-ს აქვს 2 მოდული. პირველი არის, რომ ჩვენ ხელით შეგვიძლია ჩავწეროთ მნიშვნელობები და ავირჩიოთ რომელი სამართლე უწევს ამ მნიშვნელობას და არის კიდევ runtime-ში ან ბასიდან რომ მიიღოს ეს მნიშვნელობები. ასევე გვაქვს 3 რეგისტრი, A, B და ინსტრუქციის რეგისტრი. ინსტრუქციის რეგისტრში თავისთავად იწერება ინსტრუქციები. A და B რეგისტრში კი ამ მნიშვნელობების არის შენახული ELU მარცხა ოპერაციებს ახდენს. ასევე კონტროლ ლოგიკა არის ძალიან დიდი და კომპლექსური ნაწილი, მაგრამ მასე დეტალურად ვენებით ვისაუბრებთ. ხო, ეს არის ლოჯისიმში აწყობილი ჩვენი სიმულაცია. აქვე გავაკეთეთ ჩვენი რა, აქვე assembly ენის ინტერპრეტატორი გავაკეთეთ, რომელიც მე ტექსტობიჩი თარგმნელს განახორციელა. ეს არის ჩვენი assembly ენი, ჩვენი და საიდანაც სწავლობთ, გაერთიანებული ჩვენი დამატებული არის რამდენიმე სინტაქსი შედგება შემდეგნაირად, RAM-ი არის 16 ბაიტიანი და თითოეულ მისამართზე იწერება სვადი ან რაღაცა კოდი ინსტრუქცია, რაც ორობითში ერთადაგივე არის, ანუ განსხვავება მხოლოდ იმაში არის, თუ მე შენ რას უდავ ამას. პირველი 2 ციფრით, ან პირველი 2 ნიშნარი რიცხვი არის RAM-ის რომელ ედრესს ეწერა ამ ინსტრუქციას, შემდეგ მოდის ინსტრუქციის სახელი 300 და შემდეგ მოყვა არგუმენტი თუ გადაეცემა ამ ინსტრუქციას. ახლა აქ ხედავთ ძირითად ინსტრუქციებს, რაც არის, და ხო, ორი სპორტად გამიხო. ეს არის უბრალოდ რიცხვის ჩადება, LDA არის გადაეცემა ედრესი და ამ ედრესზე რაც დევს, ეს გადააქვს A რეგისტრში. Out's არ გადაეცემა არაფერი, A რეგისტრში რაც დევს, ეს გადადის output-ზე. Output-ს მე კოდს რა გავუშვებთ განახორციელოთ. გვაქვს conditional jump-ები და ჩვეულებრივი jump-ები და მაგას როგორ ვაკონტროლებთ, მაგაზეც ვისაუბრებთ. კონტროლ ლოგიკაზე რა გადავალთ, მაგასაც ვიყვებით. მაგალითად ეს conditional jump-ი არის ეს JMZ რაც არის, გადაეცემა არგუმენტი და ეს JMZ იმისთვის არის შექმნილი, რომ თუ ELU-ში გამოთვლილი მნიშვნელობა არის 0-ის ტოლი, მხოლოდ მაგ შემთხვევაში ხდება 12 მისამართზე. 12-ზე უკვე ხდება half-ი და მე-13-ზე რო გადადის, jump-ი ხდება 12-ზე და აქ უბრალოდ ციკლება, რომ აი რო გავუშვებთ კოდს, თქვენს ნახავთ, რომ უბრალოდ გააგებინოს კოდის ავტორს, რომ მორჩა. დანარჩენი STA არის უბრალოდ A რეგისტრის მნიშვნელობის RAM-ში შენახვა და გადაეცემა RAM-ის ედრესი და ამ ეს რთული არ არის მაგათ. მეც ახლა ამ კოდს გავუშვებ. იმას აგენერებს 16 ფაილს აგენერებს, რომელსაც ლოჯისიმში პროექტი და აი მოვაკეთე ეს და ახლა ესეთი გავადიდე რომ ტრიანი ის გამოსწორს. ახლა ეს კოდი რასაც აკეთებს არის რომ იწყებს 10-დან countdowns და იმ შემთხვევაში თუ მიაღწევს 0-ს ეს conditional jump-იც იტესტება, მაშინ ხალხთან იციკლება და უბრალოდ რა გეუბნება რომ მორჩა კოდის შესრულებას. წამი ახლა მეორესაც განახორციელოთ. მეორე შედარებით დიდი არის. ეს კოდი ეს ანუ განსხვავება ანუ რატომაც ეს ორივე კოდი გვინდოდა დაგვეცეს და წარგვედგინა არის conditional jump-ები. პირველი იყენებს როგორც წერām თქვი იმას 0-ზე შედარებას, ანუ ELU-ს output-ი არის თუ არა 0-ის ტოლი და მეორე გეუბნება ELU-ს output-ს აქვს თუ არა carry bit-ი, რაც გამოიყენება იმისთვის, რომ გაარკვიო A-სა და B რეგისტრში მდგომი რიცხვები, რომელი მეტი არის carry bit-ის მიხედვით. აი მას ახლა მაგას გავუშვებ და
დავაარესოთ თუ არა რამ შეაცებს შეცვლილია. ეს ასაკეთებს არის 5-დან იწყებს ახალს ეს 5 და რაღაც უბრალოდ ჩადებული რიცხვები არის რამის ადრესებზე და როცა მიაღწევს 10 მათ შემთხვევაში იციკლება ხალხზე და გეუბნება რომ კოდი მოჭრა. ეხლა აქ რასაც მოდი ჯერ იმას PCB-ზე ვისაუბროთ. კაი. აქ ეხლა რასაც ხედავთ აი ესენი ანუ როგორც თქვა ეს ფრიანი წელი დაყოფილი არის პატარ-პატარა წელებად, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება ამ ინსტრუქციების გამოყენებით. მაგალითად, A რეგისტრში A რეგისტრს იმისთვის რომ A რეგისტრში რაღაც ჩაიწეროს, მას უნდა ქონდეს ეგრეთ წოდებული რაღაც ნებართვა, რომელიც არის განისაზღვრება და იმისთვის რომ A რეგისტრიდან მასზე გამოვიდეს რაღაცა გარეთ, ეს A out-ით განისაზღვრება. ანუ ესენი არის რაღაც ინსტრუქციები, რომლებიც კონტროლს ხდება კონტროლ ლოგიკით. ეხლა კონტროლ კი ეხლა ესენი არის მიკროინსტრუქციები, მიკროინსტრუქციების სახელები უბრალოდ და ეს არის მთლიანი ცხრილი. სადაც ამას ვაკონტროლებთ. ეხლა ამ ყველაფრის დეკოდირებისთვის ვიყენებთ EEPROMs. ანუ მაგალითად ეხლა SMB ინსტრუქცია რომ არის LDA და ედრესს რომ გადაეცემა, რომელიც არის რომ A-ში ჩაიდოს რაღაც ედრესთან მდგომი მნიშვნელობა. ეს რეალურად ბაინერში არის 001 ეს ჩვენი აღნიშნვა არის უბრალოდ და ეხლა ეს უნდა გარდაიქმნას როგორც აი ეს სამი მომდევნო ინსტრუქცია. რომ ანუ instruction register-მა გარეთ გამოიტანოს რაღაც, ანუ ეს გამოტანილი შეიტანოს და ნუ ძალიან დეტალური ისინი. ამისთვის ვიტანებთ EEPROMs. ესე იგი EEPROMs ედრესებად გადაეცემა და აი ეს ინსტრუქციის სახელი, მიკროინსტრუქციის სახელი და carry bitები. carry bitები მხოლოდ იმისთვის გამოიყენება, რომ ეს conditional jump-ები მოხდეს, ნუ თუ რაღაც ნულისნულია, თუ რაღაცა carry-ს გასცეს. ხოისა შეეხება ინსტრუქციების სახელს და როგორ მუშაობს ის კონტროლ ლოგიკა. რაც შეეხება ფიზიკურ წრეებს, რომ დავიწყეთ აწყობა, სხვადასხვა ძალიან მარტივად მოხდა ის, რომ ყველა წრეები მუშაობდა და ამიტომ ძალიან თავდაჭერილები ვიყავით, რომ PCB-ს იმუშავებდა. EDA-ში დავადიზაინეთ ყველაფერი და რამის წრეში, ვინაიდან ძალიან დიდი წრეები იყო, გამოვიყენეთ ავტორავტი. რომ ჩამოვიდა PCB, რამის წრედი არ მუშაობდა. და ისე მოხდა, რომ რადგან თავის დროზე ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ, საკვარისი ნაწილები არ გქონდა, რომ ორივე წრედი გქონდა breadboard-ზე და PCB-ზე, ამიტომ რომ ტესტავდეთ PCB-ზე, breadboard-დან ამოვაცალეთ ნაწილები, რომ PCB-ში ჩაგვერჩილოთ. ამიტომ როცა PCB არ იმუშავა, იცურებული გახდით, რომ breadboard-ზე არ გვეწყოთ თავიდანაც ძალიან დიდი შეფერხება იყო და PCB დიზაინები გაკეთებული გვაქვს ყველა წრედის საერთოდ და GitHub-ზე ატვირთული გვაქვს ამ პროექტისთვის და ყველა ეს ფაილი ეს ლოგის სიმულაციიდან დაწყებული დოკუმენტაციიდან თვალყური მანდ არის ატვირთული. ამ შედარებით პატარა წრეებს ჩვენთაც ვამოწმებდით და რაღაც, მაგრამ რამე ძალიან დიდი იყო და ამიტომ ჩვენ ხო ამიტომ მაგაში ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, იმიტომ რომ თავიდან მოგვიწია ყველაფრის გაკეთება და და მეორე დიდი შეფერხება ალბათ იყო სირთულე იყო EEPROM-ი. EEPROM-ი დამაპროგრამირეთ. ძალიან დიდი ხანი. და შემდეგ დავშორდეთ. დავშორდეთ. როგორც ამბობ, EEPROM-ი გამოიყენება იმისთვის, რომ ეს ჩადებული ინსტრუქციები გარდაიქმნას, მაგრამ რეალურად რაღაც მანქანისთვის აღქმის ინსტრუქციებად, რომ ეს წრეები, პატარ-პატარა წრეები ერთმანეთს დაუკავშიროს. თუმცა ანუ ჩვენებრივ დავაპროგრამირეთ. ანუ ეს დაპროგრამირებულია, მაგრამ მთლიან წრეში მაგრამ ანუ კოდს ჩვეულებრივად ვუშვებთ ოღონდ იმ გამონაკლისით, რომ ხელით უწევს ადამიანს, ან მე ან თეკლას უცხადია, მისცეს მთლიან წრეს ის ინსტრუქცია, რომელიც წესით EEPROMs უნდა დეკოდირება უნდა მოეწყო. ან მაგალითად, თუ იმაში რა ქვია, რაღაც რამში ჩადებული 001 და შემდეგ მიცემული მისამართი გარდაიქმნება როგორც თავისით, როგორც LDA და ედრესი, ანუ ეხლა მე ერთ კლასს გვიწევს, რომ ხელით ჩაუწეროთ ეს. და პრინციპში ეგ არის მთავარი პრობლემა, რაც
გქონდა და ჯერჯერობითაც გვაქვს. მაგრამ ძალიან გამოსწორების ის არის რომ უბრალოდ შევხვდები, იმიტომ რომ წესი დატესტილი არის და ანუ პროგრამა ეს ძალიან რამდენიმე ორი კვირას არის დავშორტო და ისე იყო რომ ანუ გამოწერის როცა მქონდა და თან არც მაღაზიაში არ არის საქართველოში და არის სადაც ვიყავით. კაი, მასა გავუშავთ ხოლმე და ერფო ბარათები ქიმას. ძალიან ადვილია რომ რაღაც დაგიმოკოდეს მაგ-იმაზე ხო? ძალიან გეშალა რაღაც. ძალიან მიდოდა რომ პისიბის რაღაც ლამაზი ყოფნა წრედი ყოფილა. ზოგი არის როგორ აკეთებს იცი პერსპორტები აქვს და ხისტი კაბელები აქვს და ლამაზად დაკეცილი კაბელები აქვს. რედიტზე ანუ ეს ეგეთი მომენტია და ისე არ ადამიანურად ყოფნა თქონდა ეგეთი რა ეგ ხელოვნება არის. ხო და ჩვენ ეგეთი დამოწმება. მე მგონია რომ მასე არაკოხტად გაკეთებას ბევრად დიდი ნებისყოფა ჭირდება ვინმე ისე სიმართლე. მე რემდეს გაწოხებს. ანუ თავიდან ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ დებაგირებაში ისე იხლართება ყველაფერი და ანუ ეხა ეგ იმათ სინთეზატორს გავს ძალიან მე რო უყურებ ამას რა გადახმართული ისინი რო არის. ოპა. აუ ისე ხო ანუ გეგმა ის იყო რომ აქ შეერთების მერე და კვლავ შეიძლება ეგ მოხდეს როცა იპრობლემის გამოსვლით. რამში ჩავწერდით კოდს წეღანას ვქი ორობიტში და მე კონტროლ ლოგიკის მეშვეობით მოხდებოდა ამის თარგმნა, მაგრამ რახან იპრობლემები გავაწევთ, ეხლა ხელით გავაკონტროლებთ პროგრამას. კაი, მაგალითად, ეს არის clock-ი, აი აქ რასაც ხედავთ, clock-ს აქვს ორი მოუდი. ერთი არის რომ ადამიანს შეუძლია თქვა კომპიუტერის დებაგირებისთვის დააჭიროს თითი ღილაკს და მაგის მიხედვით მოხდეს თითი. და მეორე არის რომ ავტომატორზე გადართვა. და თავისით იმუშავა. პოტენციომეტრით სიჩქარე შეგვიძლია შეცვალო ამ clock-ის. ეს არის counter-ი. counter-ი პასუხისმგებელი არის რომელ ინსტრუქციას შეასრულებს კომპიუტერი. ფაქტობრივად ეუბნება კოდის რომელი როგორ? ეხა კოდი ხო და ანუ ეხა რამში რაღაცა კოდი რომს ჩავწეროთ თვითონ იპრობლემები მაგის დეკოდირებას ვერ მოახდენენ. მაგიტომ ან მაგალითად ეხა ამ ის კონტროლ ლოგიკის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ რომ რა ხდება ეხა ყოველ ახალ თიქსზე ეს არის A რეგისტრი, ეს არის B რეგისტრი. A რეგისტრის და B რეგისტრის აჯამო ხდება თუ გამოკლება ორი ისა აქვს. ედი საბუნა იყოს. ხასა. ნულია. ხანონე. ამ ორი რეგისტრის აჯამო ხდება. ეს აჯამული გამოდის ბაზზე და ამ ბაზზე გამოსვლის შემდეგ იდება ისევ A რეგისტრში. ანუ ეს აი მოიცა უფრო მარტივი ის რომ clock გააჩერწამი და სულ თავიდან რა დავაწყებინოთ მაგალითად. ვაფშე დავარესეთ თავიდან და მაგას აღარ მაგალითად reset signal. ეხლა A რეგისტრის და B რეგისტრის ორივეგან დევს 0 და LU გვაზავს მაგას ჯამს 0-ს. მაგალითად ეხლა ორი წუთი ეს counter-ი მოსკოთ. counter წუთი ეს არის counter enable, მის გვერდით არის counter. ის ქანი რა ქვია? გარეთ გამოტანა. ეს არის წესით. ეს ყველაფერი ხელით არ უნდა გვიწევდეს, მაგრამ ძალიან ცუდი რაღაც ხდება. მართლა პანჩხარდებით რო იყოს. count out-ი ინი გაკეთებული. ანუ რაღაცა კიდე გამოდის კარგი, დიალოგით. ანუ სხვა ფერი. მაშინ ფასო ვხედა. აი ეხლა გამოდი. ეხლა რაც მოხდა არის რომ
counter-ში რა მნიშვნელობაც იდო, ეგ გამოვიდა ბასზე. ეხლა მაგალითად A-ins თუ გავაკეთებ, clock-ის შემდეგი tick-ის დროს გააკეთე, დაჭერე, A-ში ჩაიდო ის მნიშვნელობა, რაც ბასში იყო. L-ში ხდება ისევ A-ის და B-ის აჯამოა და ეხლა რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის, რომ L-ის მნიშვნელობა გამოვიტანოთ ბასზე. ამისთვის ჯერ counter-ის უნდა, ეხლა რაღაც float value არის, L-ის რომელია თქო? L-ი არის. გონი აი ეს L-ი ავთხოვ. კაი, გადავხდე. ეხლა ეს L-ის მნიშვნელობა არა, აში არა, ეხლა B-ში შევიყვანოთ. ოკეი. ეს არის B-ში და ეხლა რო ჩავართოთ, რაც მოხდება არის, რომ უბრალოდ ამას გადავართავ. რაღაც უბრალოდ თითოს მატებას იწყებს, იმიტომ რომ A-ში დევს 1, B-ში რაღაც value-ро დევს, B-ს ემატება 1, L-ში ხდება ეგ, L-დან გამოდის ბასში და ისევ მე იდება ეს B-ში, ანუ რაღაც I++ ის არის უბრალოდ. კიდე რა რთული ისინი შეგვიძლია, ანუ ნებისმიერი კოდი რაც იმაზე რამზე დაიწერებოდა, შეგვიძლია გავუშვათ ხელით. უბრალოდ ძალიან შრომატევადი იქნება. მაგალითად რავი, Fibonacci-ს ის რამში ჩაწერა და ვიცი. ხო, რამში ჩაწერას და ის ისო. შეწყვეტა გამოტანა. აი რა მაგაზე შეგვიძლია ვიდეოებს ვ촬დოთ. ახლა რაღაც ვიდეო გადავაკეთე. ხო. მაგალითად აი თქვა Fibonacci-ს მიმდევრობების ის თუ გვინდა რომ გავაკეთოთ ერთ დავარესეთ მომს. იმის მოსკენ. კაი, ამისთვის საჭირო არის რომ პირველ რიგში ეს ორი საწყისი ციფრი, რაღაც 1 და 1 Fibonacci-ს დასაწყისი შევინახოთ რაღაც მეხსიერების მისამართზე. მაგალითად აი თეკლა თუ შევინახავ. აი ამ ჯამპერებით ვირჩევ ახლა მე მოუდი სწორად არის? ბასის მოუდზე ხო არ არის? ხო, ორი მოუდი არის, აი წითელი რომ ათია გნიშნავს რომ ხელის ჩაწერის მოუდი. და ეს ხელის ჩაწერის მოუდი არის იმისთვის რომ შენთ მოახდინო დაპროგრამირება. ანუ აი მაგალითად აი ახლა აი ამ ჯამპერებს შემიძლია ვირჩევ, აი ეს თეთრი ავთქან ხო ხელთან. თეთრი ლედები გვიჩვენებს რომელ ადრესზე ვართ რამში. კაი, რომელ ვირჩევ 0? კაი, მენული ადგილას თქვა ჩავწავოთ 1. კაი, ამ ჯამპერებს ვირჩევთ რას ვწერთ? უკვე ერთი გვაქვს გაკეთებული და ამ ჯამპერით ვწერ. ანუ ეხა ეს გვიჩვენებს რომ მენული ადგილას შეინახა value 1 რამში. პირველ ადგილას ვწერთ. ახლა გადავიდეთ. პირველ ადრესზე აქ რაღაც random წერია, იმიტომ რომ ჯერ ჩაგვეწერია არაფერი. აქაც ჩავწეროთ 1. გამოისახება 1. ანუ ჩავდივით 1. კაი, ეხლა რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის რომ ეს value მენული ადრესიდან ან პირველი ადრესიდან გამოვიტანოთ ბასზე, ჩავდოთ A-ან B რეგისტრში. ნუ ცხადია, ეხლა ორივე, ანუ მენული ადრესსაც და პირველი ადრესსაც A-ში და B-ში უნდა განთავსდეს. მაგის მერე L-ი რასაც მოგცემს, უნდა ჩაიწეროს ისევ მენული ადრესზე და ასე მოხდეს, რავი, ან მაგალითად ეგ Fibonacci-ს მიმდევრობებს გამოგვიტანს უბრალოდ A რეგისტრში. რავი, წამი RAM address in არა. ხო, RAM data in არა. დიდი რა და RAM data 20. ბოლო, აი ეს იპრომები რომ გადაგვეწოთ, ძალიან ველოდი და ბოლო 3 ღამეა აქ ვარ. თონებს რო ხუჭოდი, კაბელები მელანდებოდა. ხო, ანუ ხო თქვენ ხათრა რაც რამში გვეწერა, ეს გამოვიდა ბასზე და ამიტომ ანთია აქ ერთია. შეგვიძლია ეს ჩავდოთ A-ში თუ B-ში? ორივეში ჩადმოდი. ორივეში ჩავდოთ. ორივეგან ერთია და ხო, მაინც ორივე. A და B და შემდეგი clock-ის მოწერეს. აი, ეხლა ეს ერთი და მაგათი ჩამივიდა. ეს აი აქ ორია. ხო, ეხლა ეს ორიანი უნდა შევინახოთ. ხო, ანუ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს მენულიან პირველ ადრესზე, რომ მე უკვე განახლდეს წინათ სხვადასხვა იყო და გადაწერა მოხდეს. იმისთვის რომ თვითონ ეს ამ ადრესის არჩევა მოხდეს და ანუ ეხლა ეს ორიანი ხო L-ში დოს ეს ორიანი უნდა გავიტანოთ ბასზე და მე ბასიდან უნდა გადაუშვას რამის რომელიღაცა ადრესზე. ამისთვის ჯერ ამ რომელიღაცა ადრესზე რომელსაც უშვებთ რამში ჯერ ეგ უნდა აურჩიოთ რა და მაგიტო თქო რავია ანუ თვითონ რამის რომელიღაც მისამართზე უნდა ჩადო
მომდევნო ინსტრუქციაზე რომელ მისამართს აირჩევ, აი თქვენი. აწარა ამას შევწყვეტ. ხოლმე იქნება. თვითონ ანუ ის იპრომები რომ მუშაობდეს ეს ბევრად ისეთი იქნება მარტივი და 2 ბიტიანი კომპიუტერი გამოდის. 1 ბიტი. და ენერგიის დანახარჯი აქვს საშინელი კომპიუტერს. მეორეში ჩავწერ. მეორეში არა, მენულაში ამ პირველში რომ ანუ ოკეი. წინა ორის ჯამი რაც არის რომელიღაც უნდა გადააწერო. არა, ხო არა. ოკეი. მენულაში მენულაში ჩავწერ. ჩაწერე. ეს ვარ. რა ჩაწერე და ორი უნდა ჩაწერე. რომელიც კარგად. მოიცა. ეხლა რას უშვებ გარე? ამას ხო? ეს რომელია? ეს არის ეს არის, მოიცა. კომპიუტერში ჩაიწერე. ეს ის კონტაქტი. არა, იმავთ ეს თეთრი არის. კაი. ეხლა ეს მენულე უნდა ჩადო. ოი. ძალიან შრომატევადი რაღაცა არის. კაი, მოდი ხნა. მაგიტო ავაწყებ პროცესორები. არა, ანუ ეს იპრომები რო არ განაწყვეტიყო, ბევრად უფრო მარტივად იქნება. მე მგონი ანუ თქვენ ხართ ახლა იპრომები რა. ხო, მართლა ჩვენ გავსადგოთ რა უნდა ვქნათ. მოკლედ, ზეპირად ვიტყვი უბრალოდ რაც უნდა მოხდეს. მენუა და პირველ ადრესზე უნდა მოხდეს ყოველი ახალი ჯამის ჩაწერა და უბრალოდ აჯამო. აი.